ესე იგი რამდენი ადამიანი? აი თესერესი ადამიანი გამოიწერეთ ჩვენი არხი მეგობრებო, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი, აუცილებლად. მადლობა ნათი მემბერის გულისთვის სათვართაბა. ისევ დერჯ მოკლედ ერთი დღე შემოხვა შვებ ესე და ეგრევე იმით გაგდებს რაღაც ის რო იყო უნდა დაგვეჭირა იმ ვისხახსოვს ეგ საფეხურები მე და ჩემს მეგობრებს გვიყვარხართ ჩვენც ძალიან გვიყვარს ყველა ვისაც უყვარვართ ზედა ყოფილა რა ყოფილა ზედა რაც მე მაცვია კიდე თქვენ რა გეკონათ კაბა ეკონათ ალბათ მოკლედ დავიწყოთ იმით რომ არ ვიცი იცით თუ არა ბევრმა უკვე იცის ბევრმა არ იცის ამიტომ კიდევ ერთხელ მეგობრებო გვინდა რა თქმა უნდა გამოვაცხადოთ რომ 26 რა ქვია იმას ივნისს მიდი ლაპარაკე შენ და მე რა იყო თირთისგან აგებნა აზრები 26 ივნისს ჩვენ მივქრივართ თუ რა ვიცი მივცურავთ ტრავი როგორ თქვა სწორედ სამოგზაურო კრუიზში ბონდოსთან ერთად და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის რომ თქვენ შეგიძლიათ ჩვენთან ერთად წამოხვიდეთ ამიტომ დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ ბონდოს ყველაფერს მოგიყვებათ რა და როგორ კრუიზის ღირებულება იქნება მხოლოდ $800-900 საკმაოდ ბიუჯეტური დასვენება არის თან 5 ვარსკვლავიანი გემია ამიტომ არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა თქვენ შეგიძლიათ შემოგვერთდეთ ჩვენ არა მარტო საქართველოდან თქვენ შეგიძლიათ იტალიიდან ამოხვიდეთ გემზე საბერძნეთიდან თურქეთიდან და ღირებულება იქნება ყოველთვის სხვა მაგრამ დეტალების გასარჩევად აუცილებლად უნდა მიმართოთ ბონდო მამულაძეს ესე არის ჩაწერილი TikTok-ში და ყველაფერს დეტალურად აგიხსნით ასევე რა თქმა უნდა ჩვენ დავიწყეთ აქტიური მომზადება ამ ცხელი სეზონისთვის თუმცა სიმართლე რო თქვა გუში წინ და იმის წინ სხვა თემებში ვიყავით ჩართული და დღესაც რა თქმა უნდა ჩვენი ყურადღება მიიქცია რაღაც მოვლენებმა რაც აუცილებლად მოგვიანებით ვისაუბრებთ და ანუ ისე ვერ ვასწრებთ რომ ეს ყურადღებით მომზადეთ მაგრამ ვაპირებთ ახალი კაბების შეკერვას ამ მოგზაურობისთვის აუცილებლად წავალთ ნაჭრებზე გაგიზიარებთ ამ მომზადების პროცესს რას გავაკეთებთ როგორ გავაკეთებთ თუ არ ვცდები რა ვიცი დაგისპოილერებთ ბონდოსთან ერთად ვაპირებთ წავიდეთ შოპინგზე თუ მოვახერხებთ ნახოთ როგორ ჩამოვა რას აპირებს, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ დიდი სურვილია და იქაც რა ვიცი, დავდებთ რაღაც პატარ-პატარა ვიდეოებს. ხო, კიდე ჩემთვის ძალიან ისეთი ამახელოებელია, რომ მოკლედ ვიწყებ ფორმაში ჩაჯდომას ერთი თვე მაქვს იმისთვის, რომ გავხდე სუპერ ქალი და ამისთვის ერთი თვის ერთი თვეზე ნაკლები გააქვს, მაგრამ ეს პროცესი უფრო დიდხანს დაგჭირდება ვფიქრობ. მაგრამ ერთ თვეში სუპერ ქალი ვერ გავხდები, დიადო მაშინ ისედაც სუპერ ქალი ხარ. მოკლედ მეგობრებო, ის რა ქვია, მისთვის ეს რაღაცა სიგიჟე მოვიქრე, არ ვიცი. რა იქნება, როგორ იქნება, მაგრამ ეს რა ქვია, ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე, დიხომში არის სილამაზის ცენტრი, აესთეტიკ ცენტრი და მე როდესაც წავალ, იქ 4 შაბათს უნდა მივიდე, აბა ერთი ნახოთ რას მიზავენ. ხო და მოკლედ აი ესე უნდა ჩავდგე ფორმაში, დროა უკვე. ცოდვა გამხელილი ჯობია, ვიარებ რომ ფორმაში არ ვარ. ხო და აი ვაპირებ რომ აი ესე შენ ისედაც იდეალური ხარ. აბა ნახოთ რა გო მართლა მაინტერესებს რა რეზულტატები ხა
ანუ როგორ და რანაირად და დავდგები, ნახოთ რა ძალიან მაინტერესებს მონიშნა მე. ამიტომ თუ მომეწონება ეს ამ გვერდს აუცილებლად მონიშნა Instagram-ზე და რა ვიცი, აბა ნახოთ რა იქნება. ამიტომ სხვადასხვა მოვლენებით არის გავსებული ჩვენი ცხოვრება. და რავი, აბა როგორ განვითარდება ყველაფერი. შევეცდებით რომ კურსში ჩაგაყენოთ ყველაფრისა, რაც ეხება ჩვენ საინტერესო ცხოვრებას. 1400 ადამიანი გვიყურებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვერდს არაუვლით თემებს, რომლებიც დღესდღეობით ვითარდება და ამ თემაზე ვაპირებთ საუბარს აუცილებლად. ამიტომ გადააზიარეთ ეს ლაივი, რომ მეტი ადამიანი შემოვიდეს, 2000-მდე მაინც ავიდეთ. და ჩემი აზრით ამის წერენ საინტერესო. ანუ ჩემი აზრით დღეს საინტერესო ლაივი იქნება, იმიტომ რომ მე პირადად ვაპირებ საერთოდ არანაირი ჩემი აზრი არ დავმალო და როგორც ყოველთვის ვისაუბრო სიმართლე და აუწონავი სიტყვებით გამოხატეთ ჩემი დამოკიდებულება და ხო აზრი ამა და იმ საკითხებზე. ამიტომ მოდით გადავაზიაროთ, დავალაიქოთ, რომ რაც უფრო შეიძლება ასევე ვთხოვ ედიტორებს, რა თქმა უნდა, რომ ჩაიწერონ ეს ლაივი, როგორც ვიცი, არის YouTube-ზე იდება ხოლმე ეს ლაივები. ერთ-ერთი ადამიანი დებს YouTube-ს. ხო, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ამ ადამიანის შრომას. ეს მართლაც რომ ანუ დასაფასებელია, რომ აი ესე, ყველა ადამიანს ფაქტიურად ვინც გამოიარა ეს ჰაუსის დღეები, ეს არის ერთგვარი მხარდაჭერა ჩვენთვის ყველასთვის და ძალიან დიდ მადლობას პირადად ორიმუზა უხდის ამ ადამიანს. მე მგონი ქვია ბარბი თუ რა ბარბი არის მგონი ნიკი YouTube-ზე, მაგრამ რა ქვია ჩვენ არ ვიცი, მაგრამ ასევე ჩვენ გვინდა ყველა ჩვენ ედიტორს გამოუხატოთ ჩვენი მადლიერება. მადლობა გოგოებო, ბავშვებო, ყველა ვინც შრომობს ქმნის ამ ვიდეოები, რომლებიც ჩვენს გვითბობს გულს და ჩვენ მაყურებელსაც უთბობს გულს. ეს არის რა თქმა უნდა უდიდესი შრომა. ძალიან ვაფასებთ და ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე, რომ ანუ რაც ყველას ძალიან მოგწონს, გადავაზიაროთ, დანარჩენი დავალაიქოთ და მოკლედ გვიყვარხართ ჩვენი გოგოები. ძალიან დიდი მადლობა მინდა მე პირადად გადავცე ედიტორებს, რა თქმა უნდა, მაშინ როდესაც ანუ დღესდღეობით რა თქმა უნდა აი ეს წყვილის ვიდეოები ძალიან საყვარლობებია და ბავშვები ცდილობენ რა თქმა უნდა რომ გააკეთონ უფრო აი ესეთი კონტენტი, თუმცა უფრო დასაფასებელია მაშინ როდესაც ერთი წუთი მაშინ როდესაც ანუ ჩვენ დროში რა წყვილის კონტენტი ესეთი საინტერესოა და ყველა ამას ცდილობს და ამავე დროს თინათინის ცალკე ვიდეოები რო აი ძალიან მიყვარხართ ჩემო ძირფასებო. დიდი მადლობა. არის რამოდენიმე ფანგვერდი Instagram-ზეც, TikTok-ზეც, რომელიც არის პირადად თინათინისთვის და მე პირადად გიხდით ძალიან დიდ მადლობას ჩემო პატარა პრინცესებო, ეს უმეტესწილად რა თქმა უნდა ბავშვები არიან და აი ძალიან მიყვარხართ რა ცოტა მივატოვე ჩატი და ამ ბოლო დროს არ მოქვს ხოლმე დრო რომ შემოვიდე და მოგესიყვარულოთ, მაგრამ დაგიბრუნდებით ჩემო ძვირფასებო აუცილებლად, იმიტომ რომ აი რა ვიცი მიყვარხართ. 1500 ადამიანი გვიყურებს. დიანა კი, ძალიან ბევრი კითხვა არის, ძალიან ბევრი კომენტარი ისპამება იმ საკითხზე, რაც დღეს მოხდა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს რამოდენიმე აზრი, რაც ამას შეეხება. რა თქმა უნდა, ყველა მიცის, რომ ჩვენს და მარიამის შორის, ყველა მიცის რა ხდებოდა და ყოველთვის იყო დაძაბული სიტუაცია. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის ოპონენტები, ასე ვთქვათ, იმ საკითხში და იმ სიტუაციაში, როცა
გოგო ან ქალი ამ ესეთ სიტუაციაში ცხოვრებისეულში მას რა ქვია ეტაპს გადის და განიცდის ჩვენ რა თქმა უნდა არ შეგვიძლია რომ არ გამოვხატოთ მხარდაჭერა როცა ქალი ამ შემთხვევაში იძახის სიმართლეს და არის მართალი და რა თქმა უნდა ჩვენ გამოვხატავთ ჩვენ აზრს ამ თემის და სიტუაციის მიმართ გვინდა ჩვენი მოკლედ ჩვენი გადმოსახედიდან რა თქმა უნდა ამ თემაზე ვისაუბროთ ვაფშე იმას ვიტყვი რომ გამომიპარა ის ოპოდიშით ну სიმართლე რომ გითხრათ დღეს არ ვაპირებ არანაირი სიტყვების აწონდაწონვას ერთადერთი ანუ შევეცდები რომ არავის შეურაცხყოფა არ მივაყენო არავის ამ შემთხვევაში ერთ ადამიანს ალბათ და ანუ არა უწონდა დავწონავ სიტყვებს რა აი ვიქნები ის ვინც ვარ მოკლედ და ვაფშეც გავატაროთ ჩემი დილა დაიწყო იმით რომ 10,000 SMS-ი შემომივიდა რომ გოგო ეს რა ხდება და ნახე და ძალიან ბევრი ვიდეოები რომ მარიამი იყო ახელვებულ მდგომარეობაში და ჩაწერა ესეთი ლაივი სადაც თავის განცდებს თავის რაღაც გულის ტკივილს უზიარებდა მაყურებელს და ძალიან მინდა ანუ თავიდან ბოლომდე გავუყვე ამ ისტორიას და ანუ ჯერ ეს ერთი შეპირებულები ვიყავით რომ ჰაუსი დამთავრდა პროექტი დამთავრდა და ჩვენ ახმას არ ამოვიღებთ არავისი არაფერს არ ვილაპარაკებთ მაგრამ კომენტარებიდან გამომდინარე რომ გადავხედე ბავშვები წერენ ვაიმე ჯავახა კარგი ადამიანია და ვიღაც ანუ ზრდასრული გოგოები წერენ რომ უი ჯავახაც ნაწყენი იქნება ეგრე მარტივად არაფერი არ ხდება და ანუ რომ მივხვდი რომ ადამიანი ქალი ისე მარტო რჩება ამ განსაცდელთან მიუხედავად ყველაფრისა რაც ჩვენ და მარიამის შორის იყო ჩავთვალეთ საჭირო რომ სიმართლე ვილაპარაკოთ და ამ შემთხვევაში ჩვენი აზრი იმიტომ რომ ჩვენ 24 საათი ვიყავით იმ პირობებში და გარეთაც გამოდიოდით და გარეთაც ვქონდა ურთიერთობამენტ და მესხეთ ყველასთან რა თქმა უნდა ვთვლით რომ მაყურებლები რა თქმა უნდა ვთვლით რომ უნდაავლაპარაკდეთ და ეს ადამიანი არ დარჩეს მარტო და არ იყოს აი ბულინგის და ასე ვთქვათ და ანუ კიდე რო ადანაშაულებენ მსხვერპლს ამ შემთხვევაში ну ეს ხო ის რა ქვია იმას ამ მოვლენას როდესაც კიდე მსხვერპლს რო ადანაშაულებენ იმაში რაც მოხდა ამიტომ ძალიან მინდა ამაზე ვისაუბროთ გავუყვეთ თავიდან ბოლომდე და ამ ყველაფერზე ჩვენი აზრი გამოვხატოთ. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მარიამ იძახდა თავის ვიდეოებში, რომ მე არასოდეს აფერისტი ადამიანი არ ვარო და არ მგონიაო, რომ ანუ სხვა ადამიანებიც ჩემნაირი არ მგონიაო. ანუ ჰაუსში ბევრზე შეგვიძლია რაღაც ვისაუბროთ იმაზე, ამაზე ეს, მაგრამ მარიამი იყო ერთ-ერთი უმცირესობაში, რომელიც ნამდვილად არ იყო აფერისტი. ანუ ყველაფრის დაბრალება შეიძლება მარიამზე, მაგრამ ადამიანი რომ ნამდვილად გულწრფელი იყო და ყოველთვის გამოხატავდა თავის ნეგატივ დამოკიდებულებას სიძულვილს და იმ ნეგატივს გამოხატავდა. ვერც დავუშვათ რეალურად პოზიტიურ დამოკიდებულებასაც გამოხატავდა, ანუ იმ ადამიანების მიმართ, ვინც მასთან იყო რა და ზუსტად ეს არის მეგობრებო, ჩემო კარგებო, რომ რეალურად დასაფასებელი ხო, აი ეს არის დასაფასებელი, რომ ანტაგონისტი ადამიანი ის კი არ არის, ვინც დაუშვათ თავის ნეგატივს პირდაპირ გამოხატავს. არამედ არის ის, ვინც აი ესე შემოძვირფასო ეს თავისი ლამაზი თვალებით შეიძლება მოგხიბლოს. თავისი იმით რა ქვია ეს შექმნილი რაღაც ილუზიური შარმით შეიძლება თავს მოგახვიოს ეს თავისი კარგობა და სინამდვილეში აღმოჩნდეს ისეთი დამპალი ადამიანი, როგორიც იყო ჯავახა. არ მოვერიდები ამ სიტყვის თქმას, იმიტომ რომ მან ანუ პირველ რიგში ადამიანი, რომელიც ბოლომდე მხარში დაუდგა, ამ შემთხვევაში მარიამ ხო, კაი, ჩვენი ის იყო, რა ქვია, ოპონენტი იყო და ჩვენ 1000 საშინელება გაგვიკეთა და ჯანდაბას, ანუ და ჩვენს წინააღმდეგ ასევე სხვადასხვა უაზრო ნარატივი გაავრცელა. ხო, ამაზეც ვილაპარაკებთ. ხო, და ანუ ჯანდაბას, იმიტომ რომ მტრები ვიყავით და მაგრამ ადამიანი ქალი, რომელიც ბოლომდე დაუდგა, ანუ ყველაფერს იმას ქნა, რა ქვია, ბოლომდე გამოხვა, ხარში ედგა იქ, რა ქვია,
მასავით ანუ მის ოპონენტებს უპირისპირდებოდა ამ ადამიანის გულისთვის და აი ესე ბოლოს ანუ სხვათა შორის ბოლოს როცა სულ არ სჭირდებოდა მარიამს არც ჩხუბი და არც არა ხო იმიტომ რომ ბოლოს უკვე ანუ როგორც მივხვდით ну, რა თქმა უნდა, ჰაუსი იყო ძალიან დიდი სტრესი ჩვენთვის ყველასთვის და როდესაც მარიამი გავიდა ძალიან, ცუდ მდგომარეობაში გავიდა, იქ რაღაც დროით წყნარდებოდა, მოდიოდა გონზე და ანუ რომ შემოვიდა და ისევ ამ სტრესულ გარემოში დაბრუნდა ჯავახას გულისთვის, რომ ჯავახას გაემარჯვა და მე ამ ადამიანმა აი ესე მართლა ბოლომდე მისი რესურსი გამოიყენა, ყველანაირი რესურსი და მე ანუ როცა აღარ ჭირდებოდა ჩამოიშორა და მიაგდო ეს არის ზუსტად ის სიბოროტე და ეს არის ზუსტად ის მსაკურობა და სიმუხთლე და ყველანაირი აი პოდლობა რომ განა მტერს ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყავით ერთმანეთის ოპონენტები მტრები არა მაგრამ ალბათ ანუ დაპირისპირებული მხარები განა მტრებს ისა რა ქვია იმას ქნა გაუკეთა ეს რაღაც არამედ თავისიანს და აი ესე მოიქცა. ამიტომ ზუსტად ეს არის ნამდვილი სიბოროტე. რაც შეეხება ჩვენ კი ვხედავდით ბევრ რამეს და თინათინსაც და პრინციპში რა მეც არაერთხელ გვითქვამს მარიამისთვის მე სანამ ამ თემაზე გადავალთ იმაზე მინდა ვთქვა რომ აი მაგალითად ანუ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ის რაც გააკეთა ცუდი რაღაცა ჯავახამ იყო ის რომ მაგალითად გაავრცელა ნარატივი რომ მაგრამ მე და დიანა ერთმანეთს დაგვიპირისპირა პროსტა დამავიწყდება მე ამ თემაზე წეღან შევერხეთ და აუცილებლად მინდა ამას ხაზი გაუსვა იმიტომ რომ ის რაც გაკეთა ჯავახამ რომ ვითომ მე დიანაზე მოქმედებ და რაღაცა დღეს მომყვება და დღეს მოგყვება და დღეს ჩვენ ჰეითის და იმის რა ქვია ბულინგის პირადად მე მსხვერპლი ვხდები იმიტომ რომ ოდესღაც ჯავახამ იმის გულისთვის რომ პროექტი მოეგო და თავი გაეტანა ვაიმე არ გამეშალა ეს თმები იმის გულისთვის რომ პროექტის ბოლომდე გასულიყო აი ესეთ ნარატივს ავრცელებდა და ანუ დღესდღეობით ხალხს კიდე ეს უაზრო ნარატივის სჯერა და ამის მსხვერპლი ვართ დღეს ორივე იმიტომ რომ ზოგიერთი ფიქრობს რომ მე არ მაქვს იმის უნარი რომ ჩემი აზრი გამოვხატო და ჩემი გადაწყვეტილება მივიღო და თინათინზე კიდე რომ აქეთ მე მკარნახობს რაღაცეებს და პრინციპში არა მარტო ჯავახა იყო ის ადამიანი ვინც ამას ავრცელებდა ჰაუსში ამ ნარატივს მაგრამ კაი აღარ გავუღრმავდები ამ თემას ახლა ყველას კარგად ახსოვს ყველაფერი აუცილებლად მინდა ანუ ისევ და ისევ პროსტა მეც აი როგორც ხალი მწარდები რომ ანუ ჯავახა უდაოდ სიმპათიური ბიჭია უდაოდ ლამაზი თვალები აქვს ამას ყოველთვის აღნიშნავდი და ყოველთვის ვიტყვი სიმართლეს იმიტომ რომ რატო უნდა დაუკარგოთ ადამიანს ის რაც აქვს და აი ამ თავის უსიმპათიურესობით აი ამ თავის შარმით იმდენად მოხიბლა აუდიტორია რა თქმა უნდა ყავს თავის აუდიტორია რომ დღესდღეობით აი ესე რო შეაყვარა თავი აი ამ თავისი დადგმული სცენებით როგორც თუნდაც იმ ვიდეოში იყო ვაიმე ჯავახას თვალები თუ ვინმე ფიქრობს რომ ჩვენ ეხლა სხვის პირადზე ვსაუბრობთ ჩვენ უბრალოდ ეხლა ყველამ კარგად მომისმინეთ აქ ანუ ძალიან მეშლება ეხლა ნერვები ჩვენ არ განვიხილავთ არავის პირადს გასაგები ჩვენ ეხლა მომისმინეთ ვუსაპორტებთ ადამიანს რომელიც ეხლა მოხდა ესეთ სიტუაციაში და ყველას გონია რომ მარიამი იტყუება და ჩვენ უბრალოდ მხარდაჭერას გამოვხატავთ ქალის მიმართ რომელიც რეალურად იძახის სიმართლეს და გაჩერდით ეხლა ნუ წერთ ამ კომენტარებს და ნუ ამაფეთქეთ ეხლა წყობილებიდან ნუ გამომიყვანთ ძალიან გთხოვთ უკვე ძალიან მაღელვებთ ხო ჩვენს მოდერებს რა არანაირი კომენტარი არ გათიშონ ყველაფერი იყოს რაზეც გადავწყვეთ ჩვენ აქ იმაზე ვისაუბრებთ ძალიან კარგად ვიცით რა განვიხილოთ ჩვენ TikTok live-ში და რა არა ვისაც უნდა მერე შარი მოგდოს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიძახით ჩვენ ეხლა გამოვხატავთ მხარდაჭერას მარიამის მიმართ ადამიანი რომელმაც რა არ მაკადრა პირადად მე რა შეურაცხყოფა არ მომაყენა მაგრამ ვთვლი
ეხლა საჭიროდ რომ გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა და ვერავინ ვერ გამაჩერებს ეხლა გასაგებია ყველამ გაიგო იმიტომ რომ ეს ადამიანი უბრალოდ არის მართალი და მინდა რომ გამოვხატო ის რომ რეალურად კი ეს გოგო იძახის სიმართლეს ჩავახა არასწორად იქცევა და მარიამი არ გვიყვარს არც სხვა და არც ერთთან არ გვაქვს კომუნიკაცია და არც მეორესთან უბრალოდ ვინმე თუ იტყვის რომ მარიამი იტყუება არ უნდა იფიქროს არავინ ეხლა სხვათა შორის ზოგადად მინდა ვთქვა რომ საქართველოში გვჭირს ესეთი სცენი მთელ ერს რომ სიტუაციაში როდესაც რაღაცა ხდება ყოველთვის ამართლებენ მამაკაცს აჰყავთ პედის ეს უკვე პირადი არ არის რეალურად და აკნინებენ ქალს და ამ შემთხვევაშიც ეს ხდება რომ ანუ ეს ამას ხო არ დაწერს ჩვენი გულშემატკივარი ამას წერს მარიამის და ჯავახას წყვილის გულშემატკივრები და წყვილის გულშემატკივრები თორე ჯავახას უნიჭო, მაინც ამაზე ვიტყვი. და ამ შემთხვევაში ამართლებენ ჯავახას თავის ისეთი უწუ მანერების გამო და მარიამს აი, ოკეი, მარიამის პირადი იყო. კარგით, გაგახსენებთ იმას, რომ ეს ადამიანი მე ფლირტავებოდა, გარეთ რო გავდიოდი პროექტს გარეთ, სადაც კამერები არ იყო, ადამიანი მე ფლირტავებოდა, ყველანაირად იქცევდა თავის მიმართ ყურადღებას. ისევ მარიამის პირადია, არა, ეს მეც მეხება და მაშინაც მეხებოდა. ეს არ არის ამ წუთს ეს არ არის მხოლოდ მარიამის და ჯავახას პირადი. კიდევ ერთხელ გეუბნებით რა. ეს თემა მეც მეხებოდა და იმას კაი, ოკეი, ვიტყვი. იმას რომ აბრალებდნენ რომ აქეთ მე ვეფლირტავებოდი ჯავახას თვითონ მარიამიც ესე ფიქრობდა. კი, მესმის ალბათ დაბრმავებული იყო მარიამი თავის გრძნობების გულისთვის ამ ადამიანის. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით რომ მარიამს აქვს გრძნობები, მაგრამ ჯავახას არ აქვს. ამას გახსენებთ, რომ ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, მაშინ როდესაც ჩვენ ვიყავით გარეთ, ადამიანმა ღმერთი რომ დაიფიცა, რომ არა მეგრი არ მithქვიო და ღმერთი დაიფიცა, არა და ეს ღმერთი რომ დაიფიცა, ეს ამ ადამიანმა ხაზი გაუსვა თავის გულშემატკივრების თვალში, ჩვენ ნალაპარაკებს, არა და ჩვენ ეს გვეხებოდა. ჩვენ ახლა იმიტომ საუბრობთ ამაზე, რომ ეს თემა ჩვენს გვეხებოდა, ჩვენი სიტყვები გამართლდა და ესეთი რატომ არ უნდა გამოვხატოთ ჩვენი აზრი სიტუაციაზე და თუ ადამიანი შვიდი დაწყნარდი ყველაფერი კარგად არის უბრალოდ ჩვენ აზრს გამოვხატოთ დაწყნარდი რა ანუ ძალიან კარგი გვისმინეთ ჩემო ძვირფასებო გამწარდით თქვენს იმიტომ რომ როდესაც ილუზიები იმსხრევა ადამიანები მწარდიხდები რომ ვარდე ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა და მე თქვენი მესმის იმიტომ რომ ჯავახამ ამდენ ადამიანს დააჯერა აი სულ მაგას ვიძახდი რომ შენ ხარ არასწორი რომ ბავშვებს ატყუებ შენ ხარ არასწორი რომ ხალხს აი ამ შენი ილუზიები აჯერებ რომ ანუ ნამდვილად ესეთი ლამაზი სიყვარულის ისტორია არსებობს და ეს სინამდვილეში არის მხოლოდ და მხოლოდ ესე შექმნილი არაფრისგან შექმნილი რაღაც ილუზია და ეხლა როდესაც ამ ბავშვებს თვალები აეხილებათ და ის განხიბვლა მოუვათ რომ აი თურმე ის დროს რისიც მე მჯერო და არ ყოფილა მართალი დაემართებათ აი ის გულის ეს იქნება ჯავახას ისევე როგორც მარიამის თვალებში პირველ რიგში მარიამის წინ იყო ეს ადამიანი არასწორი რომელმაც გოგოს რომელიც ისედაც ასე ნატანჯი და გაუბედურებული იყო თავის ცხოვრებისეული სიტუაციებიდან კიდე ანუ ესეთი იმედი მისცა დააჯერა და მე აი ესე გაუცრუა იმედები აი მართლა ადამიანურად და ქალურად მიუხედავად შეგვწივა გული მიუხედავად იმისა რომ არაერთი შემთხვევა იყო როდესაც პირადად მე მაგალითად მარიამთან ძალიან ცუდი რაღაც მომივიდა 14 თებერვალს რო ისე გამწარდი რომ გამამწარა და აი ცხოვრება არ მინდოდა მაგ დღეს ისეთი რაღაცა მითხრა რამაც ჩემზე ძალიან იმოქმედა და მაგრამ მიუხედავად ამისა ანუ ამას მე ვამთავრებ იმიტომ რომ ამ შემთხვევაში შეიძლება ეხა მარიამს სხვანაირი რაღაც შეიძლება არ ესიამოვნოს ჩვენი ეს სიტყვები მაგრამ მე თავს მე მგონია რომ მე მევალება როგორც ქალი ქალს დაუჭირო დღესდღეობით მარიამს მხარი. მაშინ როდესაც ჩვენ გარეთ ვისაუბრეთ ჯავახასთან ეს იყო ზუსტად გეტყვით ლელუ რო გაბოსდა მაგ კვირის წინ ან პარასკევს რო გავედით შაბათს გაბოსდა ლელუ. ჯავახამ რეალურად თქვა ესეთი რაღაცა რომ კი ჩვენ ხსუტო სიტყვას თქვით აღარ მახსოვს
ჩვენ ვისაუბრეთ და იმის მერე დავიშლებით ნუ რაღაც მაგდაგვარი და მე მეგონა რომ ანუ მარიამიც ამ სიტუაციის გაპოსტა ბოსი ხალხო გაზრების უნარი თუ არ გაქვს დატოვეთ ეს ლაივი მართლა დაწყნარდი რა გჭირს ნუ აქცევ ყურადღებას კაცო ანუ ხო და რატო გითხულობ ვაფშე არ წაიკითხო კომენტარები რა კაი გააგრძელე ის რა ქვია ხო და ანუ ხო და მეგონა რომ მარიამიც ამის კურსშია რომ ხალხმა ადამიანებმა მოილაპარაკეს და აგრძელებენ ესე გზას მერე და მერე უკვე იმის რა ქვია ანუ სიტუაციებიდან გამომდინარე და მე ვეუბნებოდი რომ მარიამ შენ კი ანუ გეფიცებით ყველაფერს კამერის გარეთაც მithქვია რომ მარიამ ფრთხილად გიყენებენ მაგრამ ანუ როდესაც ქალს რეალურად შეყვარებულია ქალი და ნელ-ნელა მე მივხვდით რომ მარიამს მართლა ქონდა ამ ადამიანის მიმართ გრძნობები არა არ გადიშოთ კომენტარები არ გადიშოთ არანაირი კომენტარი ძალიან გთხოვთ არც დაამიუთოთ არც გადიშოთ ყველაფერი იყოს ისე როგორც არის იმიტომ რომ ქვეყანამ უნდა იცოდეს სახელები და სახეები იმ გმირების რომლებიც ხალხების წერენ და ანგელოზებად გამოვიდნენ ესენი არიან ანუ რა ქვია საზოგადოებისთვის საშიში პირები რომლებსაც აი ესე იმდენად სჯერათ აი ამ ყალბი ადამიანის რომ აი ესე უჭერენ მხარს არ გადიშოთ მოდერებო არავინ არ დაამიუთოთ ძალიან გთხოვთ ჩვენი პირადი თხოვნა ვაფშე არავინ არაფერი არ ქნას ხო და მოკლედ მე მივხვდით და დაჟე ვიძახდი რომ ეხა კი მჯერა მეთქი რომ არა ხართ ფეიქები ოღონდ ეს იყო ცალმხრივი ანუ ის რომ ჯავახა ამ ყველაფერს გავდა და დრამებს გავდგა ეს ისედაც ვიცოდით გავდიოდით დიანას ეფლირტავებოდა მე ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ წაღან ვახსენე რომ ჯავახა უნიჭო იყო ხას გაუსმევ რომ ეს იყო უნიჭო გაუნათლებელი ყველანაირად უსახური არაფრის მომცემი ადამიანი რომელსაც ჰქონდა მხოლოდ ლამაზი თვალები და რაღაც პლუს მინუს გარეგნობა ну ყველას გემოვნებაში არ ჭდება ჩემ გემოვნებაში მაგალითად ჯავახა არ ჭდება მაგრამ ძალიან ბევრი ქალბატონის მოწონება დაიმსახურა და ეს არის ნორმალური და აი ადამიანი რომელიც ან შემოვიდა და საკონებელში იყო ჩავარდნილი როდესაც ამხელა კონკურენცია დაინახა რა ვქნა პირველ რიგში რაც გადაწყვიტა ჯავახამ ეს იყო რა თქმა უნდა ქალებთან კომუნიკაცია მაგალითად ну მარიამთან კოქტეილებს უკეთებდა იქ აი ჰუი ეს რა ქვია ფარშევენ ვანგიმით გაიფხორა კუდი და ასე შემდეგ დიანას ეფლირტავებოდა ეცეკვებოდა აი ჰუი ერთი ამბავი მე დამდებდა ვაიმე ფანდურზე მასწავლე და უჭუჭუ და ყველა ვფიქრობთ ვაიმე ჯავახა რა კარგი ადამიანია ჯავახა ელმენი ვაიმე ხო მეთმა დაგვიფარო ზაციაზე ჭენტელმენებისგან აი პროსტა რა ანუ ჯობია რომ ადამიანი ისე უხეში იყოს და ისე პირში გამოხატოს ყველაფერი ვიდრე აი ესე ვიდრე აი ესე თავი რაღაც იდეალურ პრინცად მოგაჩვენოს და რაღაც მომენტში უგეგმავდით ზღაპრის დათქმას და ჯავახა უნდა ყოფილიყო პრინცი ხალხო ჩვენ ფანტაზიაში იმ მომენტში რა როცა გეგმავდით ამ იმას რომ ანუ თავი პრინცად მოაჩვენა და აღმოჩნდა არ ვიტყვი რასაც ვფიქრობ იმას არ ვიტყვი არ გავაჟღერებ, იმიტომ რომ მართლა შეურაცხყოფა გამომივა, ამიტომ მე გადავწყვიტე დღეს შეურაცხყოფის გარდა ყველაფერი ვილაპარაკო. ხო და ჩემო ძვირფასებო 2500 კაცი გვიყურებს ალბათ ის 500 ადამიანი ვინც დაამიუთეს გაქრნენ არ დაამიუთოთ არავინ გვიყურონ და იქნებ თვალები აეხილოთ ყველაფერზე რაც ხდება მიყვარხართ ყველა ხო და ამ უნიჭო ადამიანმა გადაწყვიტა რომ როგორმე გამოჩენილიყო და ჩაებღაუჭა მარიამს მე გახსოვთ ალბათ როდესაც ის ინციდენტი მოხდა მარიამი გავარდა იმიდან რა ქვია ჰაუსიდან უფრო სწორედ ასევე მაშინ როდესაც ისეთი რაღაც მოხდა ჩვენ ყველას გვახსოვს რაც მოხდა და აღარ მინდა ხაზი გაუსვა
ჩათვალა პაპავას კამანდამ, რომ მარიამი აღარ ჭირდებათ და ეს იდეალური მომენტია, რომ ჯავახასგან ნაწამები ნატანჯის და მსხვერპლის როლი გააკეთონ და ამისათვის წყვილი აღარ არის საჭირო, ამიტომ აღარ დაუპატძერშკეს, აღარ ჩაურთეს კლიკერები და იყო რავი. მოდით ხაზი გავუსვათ, რომ მარიამს რეალურად ჰყავდა და ჰყავს გულშემატკივარი, ჯავახასაც ჰყავდა და ჰყავს გულშემატკივარი და ეხლა ეს გულშემატკივარი ორად გაიყო და ნახევარზე მეტი ეხლა მარიამისკენ ქვას ისვრის და ეს არასწორია, იმიტომ რომ უნდა აგეხილოთ თვალები და იქნებ რამენაირად გაიგოთ რა არასწორი ადამიანი გახადეთ თქვენი კუმირი. ამ შემთხვევაში ჯავახას გულისხმობ. და ისევ დარჩეთ მარიამთან, იმიტომ რომ ეხა არის ის მომენტი, როდესაც ამ ადამიანს ნამდვილად სჭირდება თქვენი მხარდაჭერა და ნამდვილად სჭირდება ის, რომ მხარში დაუდგეს თავისი გულშემატკივარი, იმიტომ რომ ჩემი აზრით ამ შემთხვევაში მარიამს არავინ არ ჰყავს თქვენს გარდა. ხო და ის რა ქვია, ესე იგი ეს ჯავახა დაბრუნდა. ესეთ ვაიმე დედა მიღალატა გოგომ რომელიც მიყვარდა და სად არის ახლა მაგის სიყვარული და ზუსტად თვითონ დადგა ინდური დრამები რომელსაც ჩვენ გვაბრალებდა და რომლებშიც ასე ძალიან უდოდა რომ დავედანაშაულებინეთ ხო და აი ეს ჩემო ძვირფასებო მარიამს აღარ დაუპატძერშკეს, თორე ჩემი აზრით ყოველთვის ქონდა შანსი მარიამს, რომ ხმის ლიდერი ამდგარიყო ასე თუ ისე და მაგრამ კლიკერებიც ყავდათ. ხო და ანუ ამ შემთხვევაშიც ქონდა შანსი, რომ ამდგარიყო მაგრამ აღარ იმ დღეს მარიამა ისე გულის ტკენით ესე თქვა, რომ ვაიმე მარიამეთკი ოღონდ შენ გავარდე გულისების იქით ვეუნები, რომ ხო და მე დღესო გავარდებიო თინა ეს რაღაცნაირად თქვა გაიგე და უი შენ პირშაქარი მეთქი, ანუ როგორც არის ისე გეუნებით ხა. ხო და ფაქტია, კი რა თქმა უნდა. ხო და ანუ გავარდა კიდევაც და ვაიმე ისე გამიკვირდა და მე ანუ ფლეშბექი მქონდა, რომ აი ესე მოწყენით რაღაცა ისა რა ქვია, ესეთი რაღაცა თქვა და ანუ ყველაფერი გამიმართლდა და მე ეს მთელი 2 კვირა ითამაშა ჯავახამ მსხვერპლის როლი, მე ლორენცოც რა თქმა უნდა გავიდა პროექტიდან და ჯავახა გადაიქცა ლორენცოთ, ესეც უკვე ძალიან კარგად გვახსოვს. ერთადერთი ნიჭი, რომელიც აღმოაჩნდა ამ ადამიანს, ეს ყოფილა თურმე მიმიკრირება, იმეების რა ქვია, ქცევების გადაღება და თამაში. რეალურად სიმართლე რო ვთქვათ, მე ვცდები, იმიტომ რომ არც ესეთი უნიჭო არ აღმოჩნდა, რადგან ამდენი ადამიანი, რომლებიც ახლა აი ამ ფანატურ კომენტარებს წერთ, გახდა მისი იმის რა ქვია, უნიჭო თამაშის დამჯერი და მსხვერპლი. ესეთი ამბები იყო ჩემო ძვირფასებო, რაც შეეხება, რა თქმა უნდა შევეხო გამარჯვებას. ანუ ის რამდენად მოღალატე იყო და არასწორი ადამიანი იყო ჯავახა, ეს რა ვიცი, არ დავიღლები ამაზე საუბრით. თუმცა იმაშიც გამოიხატებოდა, რომ მე ბოლოს ლელუს გადაჰყვა და შეუძრა, არ ვიტყვი ამ სიტყვას, არ მოვერიდები და ეხლა უნდა ვისაუბრო კიდევ ერთ ადამიანზე, აუცილებლად და საერთოდ არ მაინტერესებს თქვენი კომენტარები, იმიტომ რომ აი გული მერჩის და ვისაუბრებ. всё. და ანუ მოღალატეობის პიკი იყო, რა თქმა უნდა, როდესაც ლელუმ მწვანე დრო შეგადასცა პრინც ჯავახას, არ შემიძლია არ თქვა, რომ ჯავახას ძალიან უნდოდა და ეხლა მომდის რა თავში აზრები, ძალიან უნდოდა, რომ საქართველოს დამსახურებული მოქალაქის სახელით გავასწრიყო ქართული ვაშკაცით, მაგრამ ჩემი აზრით ერთადერთი რისი სახელითაც გავიდა, ჩვენ ყველა ვხვდებით ამას, მე უბრალოდ არ გავაჟღერებ და ანუ თავისი ოჯახის და თავისი ძალიან კარგი ძმის სირცხვილია და ვისაც რა უნდა ის მითხრეს, ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი. და აი რა ვიცი, კაცი რომელიც ქალს ესე ექცევა, ეს ადამიანი ანუ რო ისა რა ქვია, ეს ადამიანი ვიღაც მირეკავს
მაგრამ არ ვიცი ვინ და არ ავიღებ. ეს ადამიანი მე ვიცი ვინც მირეკავს, всё მივხვდი როგორც კი ლელუს სახელი გაჟღერდა. არა უშავს ლელუზე აუცილებლად ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ჩემთვის ეს არის ეხლა მნიშვნელოვანი. ეს გაჟღერდა და ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. ლელუ ეს არის ჩემთვის ანუ ჯავახა ქალი მოღალატე ადამიანი არა უნდა გავაჟღერო დიანა ძალიან გთხოვ იმიტომ რომ ეს თემა მაწვება ანუ ჯერ ეს ერთი რომ მისცა უნდა ვილაპარაკო არ მაინტერესებს ეს არის კომენტარის პასუხი არ მაინტერესებს მინდა ლელუზე ლაპარაკი და უნდა ვილაპარაკო ძალიან მიგვირს რომ დღესაც კი ანუ ნუ მოკლედ ეს არის ქალი ჯავახა ლელუ რომელმაც გაყიდა თავისი საუკეთესო მეგობრები პროექტში და მე ვიძახდი რომ ანუ ძალიან შემიყვარდა ლელუ მე ვიძახდი რომ ლელუ უნდა გახდეს ჩემი მეჯვარე და რეალურად ამას ვფიქრობდი იმიტომ რომ აი ჩვენ როდესაც პროექტში შემოვედით მინდა რომ ავია რეჟიმი დავაყენო ერთი წუთი всё ჩვენ როდესაც პროექტში შემოვედით ბედნიერი ვიყავი ამდენი ხალხი რომ დავინახე და მაბედნიერებდა რომ ეს ადამიანები გახდებიან ჩვენი ცხოვრების ადამიანები და რეალურად ანუ პროექტიდან ძალიან ბევრი ადამიანი შევიძინეთ ძალიან კარგად იცით ვისთან გვაქვს ურთიერთობა ვისთან არ გვაქვს ურთიერთობა ამიტომ მიხარო და ყველა ადამიანთან კომუნიკაცია და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ გაგახსენებთ რომ ჩვენ ძალიან მოგობრობდით ლელუსთან ერთად ვისაუბრეთ მოდი არასოდეს არ ვიჩხუბოთ რაც არ უნდა მოხდეს მაგრამ მთელი 2 კვირის მანძილზე იყო აი ესეთი წამოგეგმები და ნუ აღარ ნუ გაგახსენებთ რა როგორც იყო და მე ბოლოს მაინც ანუ ისე გააკეთა ადამიანმა რომ არაფრისგან შექმნა ჩხუბი და იმის მერე ანუ დაუპაძერშკა ადამიანს რომელიც აი ესეც საზისხრობებს ჩადიოდა პროექტში და ჩვენ ყველამ ვიცოდით რა ადამიანიც არის ჯავახა ანუ ყველამ უკვლებლივ მარიამის გარდა რომელიც დაბრმავებული იყო ხასუსამ გრძნობებისგან და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ ანუ მარიამს როდესაც ველაპარაკებოდით ხოლმე ესე აი ესეთი ხაცნაირი ხალები ქონდა ხოლმე აი გეფიცებთ ქალურად მეცოდებოდა და ანუ არ მინდოდა რომ აი ესეთ მდგომარეობაში ჩავარდეს გოგო და ჯავახამ მარიამი კი არა ტასოც გამოიყენა იმიტომ რომ იმასაც აურია ტვინი არ შემიძლია რა აღნიშნო და ტასო ბოლომდე იმას ანუ იმდენად იყო დაბრმავებული აი ამ მისი მისი მომხიბვლელობით რომ ბოლომდე მოკლედ ვერ დავაჯერეთ ამ ტასოს რა ადამიანი იყო ჯავახა ის რა ქვია ხო და რა თქმა უნდა მაშინ როდესაც ჯავახამ გაიმარჯვა და ლელუ ესეთი ბედნიერი იყო და მიულოცა აი მე გეფიცებით მე სულ ვიტყვი რომ ლელუ გაიმარჯვეს და არა ჯავახამ იმიტომ რომ რაღაც მომენტში ანუ მე ვიცოდი რომ ხალხი ჩადებს ფულს მე ვიცოდი რომ იმიტომ რომ ჩვენ არ გქონდა ის თანხები რომ ჩაგვედო გამარჯვებაში და ისედაც ანუ ვფიქრობდი რომ მხოლოდ და მხოლოდ ანუ რეალური სურათი უნდა გაიგო რა ხდება ხალხში და როგორი განწყობით არის შენს მიმართ და სანამ ერთი თვით ადრე პროექტამდე მე დავიწყე სიარული მეთქი ლაპარაკი რომ ის რა ქვია ჩვენ ისედაც გავიმარჯვეთ და მე ერთმა ვიღაცამ კონკრეტულად დიასამ არ შემიძლია არ ვთქვა ამაზე გააყალბა ჩვენი ისე რა ქვია დიასას ადმინებმა გააკეთა რაღაცა სისულელე ჩათები რა თქმა უნდა ხა დიასა მაგას რატო არ გააკეთებდა ის რა ქვია როგორც ბონდომ თქვა აღარ გავიმეორებ 1000 იმაზე რა ქვია რეალიტი შოუზე გამოცდილი კაცი ძალიან კარგად იცოდა როგორ უნდა ეთამაშა ბინძურად და რა ქვია აი ესე გააყალბა და
ვითომ რომ ის რა ქვია ჩვენ აი ესეთი საშინელი გოგოები ვიყავით ესეთი რაღაცები გააკეთეს და ძალიან ბევრი რაღაცა იყო სხვათა შორის ის ჯავახას რომ ჩათი გაუუქმდა ეგ ხომ მე უყურეთ ხაზს უსვამ რომ ამას დიესეს აღარ ვაბრალებ ეგ თავიანთი ის იყო თემა იყო და ეს ყველაფერი ხო და ის რა ქვია ეხლა ამლაის დიდი ამბები მოყვება ძალიან კარგად არა უშავს სიმართლე ყველამ უნდა გაიგოს როდესაც დიესა და ლელუ მივიდნენ და ჯავახას აესე ბედნიერად გადაეხვნენ კიდე რა გამახსენდა ეხა ვიტყვით მაგასაც ჯავახას ესე ბედნიერად გადაეხვნენ და ულოცავდნენ ეს იყო პროსტა იმდენად ამაზრზენი სურათი ვაფშე ადამიანი როგორ უნდა მისულიყო და ჯავახასთვის როგორ უნდა მიელოცა რა გამარჯვება ვაფშე ყველაფერი ვიცოდით ვინ იყო იქ რეალური გამარჯვებული და არ დაგვავიწყდა არავინ ვინც მიულოცა ჯავახას გამარჯვებული თითოეული короче ის რა ქვია გვარეპორტები კი დაგვარეპორტეს არა მადლობა მაგრამ ყველა ძალიან კარგი ჩაეხუტა თითოეული ადამიანი ვიცით გვახსოვს და ეს გულის ტკენა არ ამოსულა ამ გულიდან ვინც ჯავახას გამარჯვება მიულოცა იმიტომ რომ ძალიან კარგად ყველამ ვიცით რომ ჯავახა არ იყო ამ პროექტის გამარჯვებული გააგრძელონ ეხლა დიდი ამბები გააგრძელონ ეხლა არასოდეს არ გვითქვია ეს ხმამაღლა მაგრამ ეს ისედაც ვიცოდით ყველამ ვიცოდით ეხლა უბრალოდ ხმამაღლა ამას ვაჟღერებთ რა არის რა გაგვარეპორტები გავიდეთ და შემოვიდეთ რა პრობლემაა 2006 წელს უცებ შემოვარდება მადლობა ყველას ვისაც მოსწონს სიმართლის ისა რა ქვია მოსმენა ხო და არა მაინც არ ილაპარაკო ლელუსეო მაგრამ უნდა ვილაპარაკო ეს იყო რა ვიცი ფარისევლობის პიკი რომელი იმიტომ რომ ჯავახას ეხებადი ხარ ის რა ქვია ამდენი ხანი ჯავახასთან მტრობდა გოგო და მე ბოლოში ოღონდ მუზებისთვის რაღაც ხელი შეეშალა ყველანაირად დაუპაძერშკა და ის მწვანე დროშა მისცა ის იქიცავდა ის მიუხედავად იმისა რომ ჯავახას აბრალებდა ჩვენ ჩხუბს და მე ყველანაირად რა ვიცი რომ ახსენდება ეს ამაზრზენი ისტორიები პროსტა ბედნიერი ვარ რომ ეს ყველაფერი დამთავრდა მაგრამ როგორც ლელუს ნამდვილი სახე დაინახა საზოგადოებამ მინდა რომ ჯავახას ნამდვილი სახეც დაინახოს საზოგადოებამ ბევრმა დაინახა კაც ჯავახას ნამდვილი სახე მინდა რომ აი ეხლა როდესაც მარიამი და არავის არ სჯერა იმიტომ რომ იქ რაღაცა ჭორები იქ რაღაცა რეპუტაცია ის და ამის გულისთვის დღესდღეობით გოგო დარჩა მარტო და არავინ არ უსაპორტებს მაგრამ მარიამ ამ შემთხვევაში ჩვენ ამ სიტუაციაში ყველანაირად ვიჭერთ მარიამის მხარეს მიუხედავად ჩვენი დაძაბულობისა და შეურაცხყოფებისა რომლებიც მივიღეთ მაგრამ ჩვენ ვუჭერთ მარიამს იმიტომ რომ ამ შემთხვევაში 100% არის არც ერთი გოგო არ იმსახურებს ესეთ საქციელებს და ესეთ სიტუაციებში რეალურად როგორც არის ჯავახა მარიამი გამოიყენა გამოწურა თავისი გულშემატკივარი ყველანაირად ფულები ახდევინა რომ მარიამის ხარჯზე მოგზაურა მარიამის ხარჯზე მიიღო იმიტომ რომ მოდით რა რეალურად ვილაპარაკოთ რეალურად მარიამი იყო ძალიან საინტერესო გმირი შოუ თავისებური რა თქმა უნდა საჭირო ძალიან უყურეთ შეიძლება ყველამ დაივიწყოს ვინ იყო ჯავახა იმიტომ რომ უსახური პიროვნება იყო მაგრამ ვინ იყო მარიამი არავის არ დაავიწყდება იმიტომ რომ ის იყო მკვეთრად გამოკვეთილი პერსონაჟი და ხო არის ახლა ლაივი მე მგონი ხო არის რა ვიცი რა ვიწერება და ვნახდა კი არის კაი გავაგრძელია რაღაცები მაგრამ კაი ხო და ის რა ქვია ხო და ყველანაირად
გამოიარა მსოფლიო, გამოიყენა გულშემატკივარი, გამოიყენა გოგო, გამოიყენა იმანიპული რა აუდიტორიაზე ყველანაირად და მართლა ის რაც გააკეთა რო იმ კამერაზე მარიამ შენზე ფიქრობ სამი დღის წინ მართლა ოღონდ და უყურებ ამ ვიდეოს და ვფიქრობ ხმერთ ან როგორ აკრცხრა და ალბათ ადამიანს აასხა პროსტ ადამიანს ალბათ მარიამს აასხა ამ ეს აფერისტოები რო დაინახა და ვითომ სევდიანობს ეს ბიჭი და ვითომ ენატრება და ვითომ უყვარს და გამოხატა თავის აზრები და ეხლა და ვინც რეალურად ამ ადამიანების გულშემატკივარი იყავით და ხართ ძალიან გთხოვთ რომ სიმართლე დაინახეთ და დაუჭირეთ ამ ადამიანს ხარი დღეს შემოხვდა ესეთი კომენტარი ალბათ ჯავახაც რაღაცაზე ნაწყენია ნუ ხო ვსკროლავდი ნაწყენი არა კვახი რაზე უნდა იყოს ძალიან მაინტერესებს ჯავახა ნაწყენი პროსტა იმის მერე რეებიც მაგან ჩაატარა საერთოდ ნორმალურმა გოგომ ამ ბიჭთან არ უნდა დაიჭიროს ურთიერთობა და საერთოდ ეს ბიჭი, კაცი, რომელიც ესე ექცევა ნებისმიერ ქალს, ეს არის საზოგადოებისთვის და ქალთა საზოგადოებისთვის საშიში კაცი და ქალებმა ერთმანეთი უნდა გააფრთხილონ, რომ გოგოებო, ესეთი კაცისგან თავის შორს დაიჭირეთ, იმიტომ რომ დანარჩენებსაც გააუბედურებს. ხო, იმიტომ რომ ვინც ერთხელ მოექცა გოგოს ცუდად, სხვა გოგოებსაც მოექცევა. და ამიტომ და ისევ გახსენებთ რომ ამ სიტუაციას ასევე განვიხილავთ და გამოვთქვა პირადად მე მეხებოდა ასევე სიტუაცია ამაში ვიყავი ჩარეული არაერთხელ დამბრალდა მე რომ აქეთ მე მაქვს რაღაცა ინტერესი ჯავახას მიმართ რა თქმა უნდა ამაზე ხუმრობდი ხოლმე და ეხლა რატომ არ უნდა გამოვხატო ჩემი აზრი ჩემი ის ჩემი სურვილი იყო რომ მე გამომეხატა მარიამის მიმართ მხარდაჭერა მიუხედავად ყველაფრისა და მეორეც კიდე მე მეხებოდა პირდაპირ ასევე ეს სიტუაცია ჩარეული ჩამრიეს ჩარეული ვიყავ ხო რასაკეთებ და კიდე ჯავახა გარეთ რო გავდიოდით მაგალითად გადაღებებზე აი მე გოგოებო ვაიმე მე თქვენ ისე მიყვარხარ და დედა ჩემს დაურეკი ბოლოს დედა წერენ რომ დაბლოკილია და არის თუ არა დაბლოკილი არა ხალხი უყურებს და არა მე მგონი დედა ჩვენს ვესაუბრებოდით ტელეფონში და ჯავახა მაკო პინგვინა წერს აუ თინა შეძუკნა აი დარდი შენ თავს მიხედე ძალიან გთხოვ რა ამ ცხოვრებაში ჯავახასნაირი კაცებთან ძუკნა თუ არ იყავი არ ხდები ჩემო აი მე დედა აი მე ამდენ ლაპარაკში მომშივდა გებით დიანაც გაიძუკნა ძალიან კარგი თუ დიანა გაიძახა ამ ლეველამდე და ეხლა ეს ჯავახას ხალხი გვწერს თუ დიას იყოს ხალხი გვწერს ძალიან მაინტერესებს თქვენ შორის დიასაზე ძალიან დიასა არის ადამიანი არ ვიცი შიგნით რა ხდებოდა მაგრამ ადამიანმა ბოლომდე დაუსაფორთა ვირეკავთ ძალიან გთხოვთ ბავშვი ბოთ იქშება ლაივ ბოლომდე დაუსაფორთა თავის გოგოს ვაიმე რატომ ირეკავთ ნუ ირეკავთ ძალიან გთხოვ შედი და დაამიუთე რა კი ეს ალბათ ერთი მხრივ დასაფასებელი ასევე მინდა გაიხსენოთ ეს ჩურჩულები ჯავახასი და დიასას ჩურჩულები ხო სხვათა შორის გახსენებთ კი არა კიდევ ერთხელ მოვყვები ფაქტს რომ რაღაც მომენტში კარჩი აღარ მახსოვს რა უბრალოდ რომელი დღე იყო და დიასა უყვირის ლელოს რომ ყველაფერს გავაკეთებ რომ შენ ფინალში იჯდეო აი კაცი ხო ნამდვილად ყველაფერს გააკეთა არ ვილაპარაკებთ რამდენად ბინძური რაღაცეები გააკეთეს რამდენად არასწორი რაღაცეები გააკეთეს რამდენად ყველანაირად დაკარგეს ადამიანობა მაგრამ გააკეთა რა ვიცი სიტყვაში თავის რჩეულისთვის გააკეთა რა ვიცი თუ ნუ ჭირდებოდა ჭირდებოდა მაგალითად ჭირდებოდა რომ მუზები გაეშავებინათ მაშინ როდესაც ჩვენ ლელუსთან ვიჩხუბეთ ძალიან კარგად ყველას ახსოვს რაც ხდებოდა აღარ დავაკონკრეტებ მაშინ როდესაც ჩვენ და ლელუმ ვიჩხუბეთ მთელი კამპანია იყო რომ მუზები
დაეშავებინათ. ეს იყო დაგეგმილი თემა, რომ ამ ეხა ანუ თან ის პერიოდი იყო, რომ მივდიოდით ფინალისკენ. მუზები უცებ გაშავდებოდნენ და ლელუ გაიმარჯვეს. ცუდი მეგობრები და უყვირდათ ადამიანებს. არა, როგორ არ უნდა თქვა, კაცო. ანუ უყვირდათ, რომ მუზებმა გამოხატეს თავისი აზრი, რომ ეხლა დიასა ლელუს წაიყვანს და აბრუნებს და ის რა ქვია, დარიგებული მოვამეთქი პირადად მე ვთქვი და რა იყო აქ გასაკვირვი, რა იყო იმაში გასაკვირვი, რომ დიასას უნდოდა რომ ლელუს გაემარჯვა და ანუ სხვა გმირები ამ შემთხვევაში უკან უნდა წაწეულიყვნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში უკვე სიტუაციები სხვანაირად რო დატრიალდა, დიასამ უკვე ირჩია ჯავახასთან შეკვრა. ეს ძალიან ცხადი იყო მეგობრებო ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ უფრო მეტს ვხედავდით ვიდრე თქვენ აგერ მარიამი, რომელიც ჯავახას გვერდით იყო თქვა იგივე დღეს და ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ეს არასამართლიანი ისტორია, სადაც სხვადასხვა პიროვნებები შეიკვრნენ და არასამართლიანად გაიმარჯვა ერთმა ადამიანმა. ჯერ ანუ ისე მიკვირდა მეთქი ეს ისეთი კარჩო ბიჭები ეუნებოდნენ ჯავახს შენო ფინალში იჯდებიო. კაცო რა ფინალში ვფიქრობ. ნუ ეს ვარაუდი იყო. თავიდან რა ანუ იმდენად უსახურად მე ჩვენებოდ თავიდან ეს ჯავახა რომ როგორ უნდა იყოს მეთქი ფინალში ანუ შეუძლებლად მეჩვენა და თურმე ტიპი გაძვრა გამოძვრა რეები არ ჩაატარა და ის რა ყველანაირად ასწდა კაცო ამ წითელიმებს კამებს. ხო და რატო ის იმიტომ რომ ყოველ ჯერზე მარიამი მაგიურად მიდიოდა და წითელ სკამზე ჩდებოდა. მარიამია შემეცოდაო ნამდვილად ყველა გოგო რომელიც ამ სიტუაციაში მოხვდება და ხვდება ნამდვილად ანუ გულდასაწყვეტი არის პირადად ჩემთვის რომ ესეთი რამეები ხდება. ამიტომ პირადად ანუ ჩემი თვალსაზრისით აი ძალიან უთანაგრძნობ მარიამს იმის გულისთვის უთანაგრძნობ რომ როდესაც როგორც იქნა ალაპარაკდა ის ეხლა არის მარტო და აი ამ ფარისეველი არა ლამაზი რა არ არის ხალხო ლამაზი რომ ჩვენ იმას მოიცა ფარისეველი აფერისტი კაცის ანტიპოდის გვერდით დადექით გულშემატკივრები და არ დაუდექით გოგოს რომელსაც აღმერთებიდით მარიამი იმდენი რამე გამოიარა ამდენი რამე გამოიარა ეხლაც გადის ეს ადამიანი და თუ თქვენ ნამდვილი გულშემატკივრები ხართ გამოიძიეთ რა ხდება და დაუდექით მხარში ამ ადამიანს რუსეთის დროშას სპამავენ აქ ხდებით შენ ვისი ხარ ჯავახასი ხარ თუ დიასიკოსი ხარ ძალიან მაინტერესებს იმიტომ რომ ლელუს ხო არ ყავდა გულშემატკივარი და ან დიასას ისინი იქნებიან რა ქვია მოსყი არა ანუ რა ქვია იმას დაგეშილი არა ან ჩვენ მუშაკები დიასას რა ქვია ფულის გამომუშავებელი და ან კიდე ჯავახას ვინმე გადაგიჟებული ის რა ქვია რა არანორმალური ნამდვილად უნდა დავიკიდოთ ხო რაც შეეხება ანუ რუსეთის თემაც რა ანუ ადამიანმა მოგზავნილი კაროჩე კიდია პრივეტები ყველას ბიჭებო და გოგოებო აი გუგბლოკავენ არა პროსტა ის უნდა პაზლი გადავატრიალო თუ ანუ არც ერთის არ მეშინია თუ ვინმეს რამე სათქმელი გაქვთ გამოდით შემხვდით თქვით საერთოდ არ მაინტერესებს არც პროექტში არ მეშინო და არავის დიანას გარდა არც ეხლა იმიტომ რომ როგორც თქვი მე არაფერი დასაკარგი არ მაქვს რაც დასაკარგი იყო უკვე დიდი ხნის წინ დავკარგე ყველაფერი წინ გაქვს გოგო შენ გაჩუნდი და სისულელეებს ვსაუბრობ ნუ ანუ სიტყვაზე რა კაი ხო ესეთი ამბები რა ვიცი კიდე რა გაინტერესებს შემიძლია გავცე ყველანაირ კომენტარს შემიძლია კიდე ბევრი დავიგესლო იმიტომ რომ ამდენი ხანი ვიყავი გაჩუმებული და ვთვლიდით რომ ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო მაღლა ვიდრე ეს ყველაფერი მაგრამ საერთოდ ერთი წუთით კაც ერთი წუთით ჩვენ ეს პირდაპირ გვეხება ხალხო ანუ გამარჯვებაზე იყო თემა ის რა ქვია გამარჯვება თემა რომელიც განიხილებოდა დღეს ეს იყო ჯავახა და მარიამი და მე ასევე მე მახსენეს და არ
შეძლო არ გამომეხატა ჩემი აზრი ამ ყველაფერზე და მეორე თემა ის რომ დიასაო და ჯავახაო და გამარჯვებო ასევე ჩვენ გვეხებოდა იმიტომ რომ ჯერაც მთელი საქართველო არის გაუგნებული როგორ ეგ და მუსიკმა არ გაიმარჯვეს იმიტომ რომ ყველა იყო დარწმუნებული რომ ჩვენ გავიმარჯვებთ კი ჩვენ გავიმარჯვეთ ნამდვილად თქვენი სიყვარული ჩვენი ნამდვილი გულშემატკივრების სიყვარული რომლებიც ახლა ზიან და ფიქრობენ რომ ჩვენ ისევ სამართლიანად ვაზროვნებთ და გამოვხატავთ ჩვენ აზრებს სამართლიანად და არ მაინტერესებს ვინ რას მეტყვის ახლა რომ არ უნდა მელაპარაკა არ უნდა მესაუბრა ამ თემაზე და ვითომ სხვის პირადზე ანუ პირადი ასევე მეც მეხებოდა რაღაც პროცენტი აქ არის კითხვა გასულები რომ იყავითო ჯავახა გეუბნებოდათ რომ ფეიკია მარიამთანო კიდევ ერთხელ მოვყვები და კიდევ ერთი ისტორიის მოყოლა დაგვავიწყდა რაც მოხდა იმის ფინალის ლაივზე ხო ეგ ხო ვაფშე ანუ ესე იგი გიყვებით არც თუ ისე ხშირად გავდიოდით ჩვენ ბავშვებო პროექტიდან, იმიტომ რომ შორს ცხოვრობდით იმ ადგილიდან, სადაც ვიყავით და ანუ ფიზიკურად ვაზისუბნამდე მოსვლა და წასვლა ძალიან ანუ დროულად ვერ ვეტეოდით ხოლმე, ამიტომ სულ რამოდენიმეჯერ გავედით და იმ მომენტში როცა გავედით უნდა გვეჭამა საჭმელი და ჯავახასთან ერთად ანუ ძალიან კარგად ვიყავით. ანუ ხალხო პროსტა მე როგორ უნდა ვენდო ვაფშე ვინმეს, როგორ უნდა ამაზეც მინდა ვისაუბრო. ანუ აი პროსტა მარიამი რომელსაც აი ესეთი შეყვარებული თვალებით შესწიცინებდა მართლა ჯავახა და ერთ ამბავში იყო და ის გულშემატკივარი ბავშვები რომლებიც აი ამ ლამაზი სიყვარულის ისტორია დაიჯერეს როგორ უნდა ენდონ საერთოდ კაცს და როგორ უნდა ენდონ რომ ის ესეთი ლამაზად როდესაც ესე ლამაზად არის ყველაფერი თვალები იტყუებიან აი ამის მერე საერთოდ რისი უნდა გჯეროდეს და მე პირადად ანუ დარწმუნებული ვიყავი ჯავახაში აი ძალიან მაგრა იმას რა ქვია მიყვარდა და მაგ პერიოდში კარჩი დაჟე მარიამთან თანხმოებები გქონდა და მიყვირდა რომ აი რატო ჯავახა ისეთი საყვარელი ადამიანი რატოა მარიამთან ხო და ის რა ქვია კარჩი გავედით იმაზე საჭმელად კიევს ისინი ჭამეთ სხვათა შორის მთები ხო და ხორ გამთხებნა თორე შემოხედე ხო და ლაპარაკობთ ეკეთური და ანუ ამ ლაპარაკში მეთქი აი რატო პროსტა დაწვრილებით აღარ მახსოვს იმიტომ რომ დიდი დრო არის გამოსული და სიტყვა სიტყვით ვერ გადმოგცემთ ამას მეთქი აი რატო რაც გინდა ეს ის და არაო კაცო ეგო პროექტის მერეო ჩვენო ვილაპარაკეთო და პროექტის მერე ეს დამთავრდება პროსტა გჭირდება მე მგონი არ ვილაპარაკია ჯავახამ თვითონ არა ჯავახა ვილაპარაკა ოღონდ მარიამთან არა სხვა ვინმესთან ალო ჯავახა შემოსდიოდა ტელეფონი და აი ესე პუნქტებით ქონდა დაწერილი რა უნდა ელაპარაკა როგორ უნდა ელაპარაკა ისინი ხო ის რა ქვია ანუ აი ყველაფერი პროს დაწერილი ტექსტებით საუბრობდა ხოლმე ჯავახა ეს დაზუთხული რასაც ასწრებდა და ტელეფონები როა შემოქონდა ხოლმე კუჭი ეშლებოდა ერთმანეთს ვარდებოდა იმიტომ რომ ფიზიკურად არ იცოდა შემდეგი ნაბიჯი რა გაეკეთებინა იმიტომ რომ არ ქონდა ინსტრუქციები ხო და ის რა ქვია ხო და აი ესეთი რაღაც თქვა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ამის გამო მე მეგონა რომ მარიამიც იმ აზრზია და ანუ მოილაპარაკეს და მიდიან ესე როგორც ანუ თამაშობენ ორივე მაგრამ მე როცა უკვე ვაკვირდებოდით და ყურადღება ვაჟღერებ რომ პროექტშიც გამიჟღერებიო რომ შენ შეიძლება გიყვარს მართლა ჯავახა მაგრამ ჯავახას შენ არ უყვარ ხარ და თამაშობს ყველას კარგად იქაც ვაჟღერებდი ეხლაც გავაჟღერებ და კიდევ ერთხელ ვარ დარწმუნებული იმიტომ რომ გადაამწარეს გოგო და ანუ ვეღარ მოითმინა შეიძლება კი არა რეალურად მარიამს ქონდა გრძნობები და იყო ამ ურთიერთობებში ნამდვილი მაგრამ ის არა всё ეს არის და ეს რაც შეეხება კიდევ გამარჯვებას ძალიან მნიშვნელოვანი არის ის რომ მანამ სანამ ფინალის ლაივი ჩატარდებოდა ჯავახამ უკვე ყველაფერი იცოდა კულისებში სანამ არ ვიცი რამდენად იცოდა სანამ ჩვენ ვიდექით კულისებში ვნერვიულობდით და ველოდებოდით რომ ეხლა ფინალი დაიწყება რამოდენიმე წუთი იყო დარჩენილი უკვე
დასაწყისამდე და ყველა პატარა ადგილზე ხო ეს ფარფის უკან საიდანაც გამოვიდით ხოლმე ეგ იყო ის რა ჩავახაგეუბნება ეს თავის შარმიანი ვიტამინით და ხმით გოგოებო მე დღეს თქვენთვის საჩუქარი მაქვს ეს საჩუქარია ანუ საპასუხო წითელი დროშა რომ გადმომეცით ხო და მერე იმის მერე რა ქვია ეხლა მე უფრო მამაზად თქვი ვიტყვი ჯავახმს რაღაცას წელი და გავაჟღერებ. ხო და ანუ მე როდესაც გამოვედით იმიდან, ტიპები იყვნენ მოსული ფეიერვერკებით, ანუ სასტავი რა, ჯავახის მეგობრები და ასე შემდეგ. სხვა შორის არ შემიძლია არ აუღნიშნო, რომ აი არ ვიცი ამ ადამიანმა როგორ მოიხვეჭა თავის ირგვლივ ამდენი კარგი ადამიანი, იმიტომ რომ აი მართლა უპაძირშკებდნენ ჯავახას. აი ჩემი რესპექტი. ანუ მარიამსაც ჩემი რესპექტი, იმიტომ რომ ბოლომდე დაუპაძირშკა. ჯავახას ადმინმა ბოლომდე დაუპაძირშკა მაგისმა ძმაკაცებმა ბოლომდე დაუპაძირშკეს და კარჩე ყველანი მოვიდნენ იმებით ფეიერვერკებით და მთელი ჰაიჰუებით და აი ეს ანუ საიდან იცოდნენ ადამიანებმა რომ წინასწარ აი всё გავიმარჯვეთ რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ რომ დიასამ და მინდა ვთქვა, მაგრამ ლელუ იქ არაფერს არ წყვეტავდა და გამტვილად. ტიკტოკში უბრალოდ გახდა დიასას მარიონეტი, იმიტომ რომ დიასა რო არ გადაყრილიყო ამ გოგოს ჩემი აზრით. სხვანაირად წავიდა ხალხი. ნუ, პრინციპში ხა ტვინი აურია მეთქი ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ანუ ამდენი ბოღმა და ის რო არ ყოფილიყო გესლი მაგ ადამიანში, ეს რაღაცებს არ ჩაატარებდა, მაგრამ კარგი ჩემი აზრით დიასამ ძალიან დიდი როლი ითამაშა და თავისი ხალხი მომართა იქითკენ რომ ჯავახას გაემარჯვა ხო და ანუ ფაქტიურად რა ვიცი წინასწარ ზეიმობდნენ გამარჯვებას ვიღაცამ წერს რომ საიდან იცოდაო გვანცამო რომ ჯავახა გაიმარჯვებდაო ლაივში მიულოცაო წინასწარო ხო ნუ არ ვიცი ასევე რაღაც ვარაუდები ასევე როდესაც ნახე რომ ჯავახამ არ ჩაეხუტა მარიამს რომელიც უშუალოდ იყო პირველი პუნქტი მაგის არა ბოდიში მეორე პუნქტი იმიტომ რომ პირველი ხო პაპავა იყო უკაცრავად მეორე პუნქტი მაგისი გამარჯვების მაშინ რა ქვია სქემაში ანუ ადამიანმა ესე აგდებულად მოექცა და იქ კიდევ ერთხელ გახდა ჩვენთვის ყველაფერი ცხადი, აი მართლა გულწრფელად შემეცოდა ამ მომენტში გოგო როგორც გოგოს და აი გული დამეწვა რომ ესეთი სიტუაცია მოხდა არ იყო მანდ მართალი და თუ თამაშობდა ბოლომდე ეთამაშა მაგ კაი ადამიანს მარა ანუ იმაში როდესაც ხარ აფექტის მდგომარეობაში აღტკინებული ვერ თამაშობ member school ყველას მადლობა ვერ თამაშობ და ეს იყო ის მომენტი ესე ჯავახას გაეპარებოდა ხოლმე ხანდისხან რაღაცეები აი სიმართლეები რო ეპარებოდა რო ის დადგა და ჭიქა იყო დაუშვათ და ჩვენ ერთად ვიყავით თავიდან იმიტომ რომ ხალხს მოსწონდა მაგრამ რა ვიცი კიდევ ერთხელ აუღნიშნავ იმას რომ ამ შემთხვევაში მარიამი უბრალოდ იყო დაბრმავებული თავისი გრძნობებიდან და ვერ დაინახა სიმართლე ამიტომ რა ვიცი რა და ანუ რას აკეთებდა კაროჩე ამ დიანას ეფლირტავებოდა იმენა მარიამის თვალწინ რომ იმისი ემოციები გამოეწვია ანუ ხო ჭირდებოდა ეს სხვა შორის ვიღაცამ მე არ მიყურებია ძველი პრაიმ ჰაუსები მაგრამ ესეთი რაღაცა მითხრეს რომ ადრეო იყო ეგეთი სქემაო რომ ანუ გოგოები ბიჭის გულისთვის რომ პაექრობენ და რაღაც ეგეთ თემებში არიან ეგ საინტერესოაო და ეს რაღაცებს ათამაშებდნენ და კარჩე ამ დიანას ესე იმას შვებოდა ხოლმე რა ქვია კუწუმუწუებს და ან მარიამის დასანახად რომ იმას ყუთები ყალყზე და დასდგომოდა და რაღაცეები ანუ
ემოცია, რეაქცია გამოეწვია და ის რა ქვია ამის გულისთვის ისა რაღაც ყოფილიყო რა ახალი რაღაცა სუ იმიტომ რომ კონტენტის გულისთვის ყველაფერს გააკეთებდა სხვათა შორის მაგისი სიტყვები იყო ეგეც უნდა გავაჟღერო რომ აქამდე მოვედიო და ეხლა ყველაფერს გავაკეთებ გამარჯვებისთვისა და ყველაფერიც გააკეთა აღარ მახსოვს უკვე თითიც რომ გავიდა და ძალიან ბევრი რაღაც მოხდა და ღმერთი დაიფიცა კიდე არა უკაცო ესე არ მithქვიაო და ჩვენ კიდე ისავით თომ მოვიფიქრეთ რაღაცა მაგრამ არა ასე იყო და ისე იყო თუ რაიმე კითხვა არის კიდე დიდი სიამოვნებით გავცემ მე მიყვარხართ ყველა ავლაპარაკი ამიტომ რა ვიცი იმედია რომ ეხლა ტასოსთან ძალიან დიდი ხანი არ დავკავშირებულ ვარ იმედია რომ ტასოსაც შეეცვალა აზრი იმიტომ რომ ჩემი პირადი გულის ტკივილი იყო ანუ აი გიშდები ხოლმე როდესაც ვცდილობ ჩემი ტასო არ გეწყინოს ბოდიში მაგრამ არა უშავს ტასოში აი მე არ ეჭავხა კარგი ანუ ისევე როგორც ძალიან ბევრი ქალი და ბავშვი გახდა აი ამ ადამიანის манипуляციების მსხვერპლი და მინდა ვთქვა რომ დღესდღეობით კაცებს ძალიან დიდი ძალაუფლება აქვთ ეს საზამხაროდ არსად არის წასულა და ყოველთვის კაცებს ამართლებენ ამ შემთხვევაშიც ამას ვხედავთ და აი ტასო რა თქმა უნდა ამართლებდა ჯავახას ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მასაც შეეცვალა აზრი იმიტომ რომ ტასოც გამოიყენეს ისევე როგორც მარიამი ისევე როგორც ჩვენ ჯავახამ თვლი რომ ჩვენც გამოგვიყენა ოღონდ ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყავით მისი რა ვიცი მე გადამაქცია რაღაც დრაკონად და თვითონ გახდა და ჩვენ რეალურ ემოციებს რო გამოვხატავდით კიდე ადამიანი იმებს ინდურ დრამებს გვაბრალებდა და ახლა კი კარგად დავინახეთ თურმე ვინ რეალურად დგაოდა ამ ინდურ დრამებს არაერთხელ რა ვიცი ინდური კიდე ძალიან კარგი შეფასებაა მეგობრებო იმიტომ რომ ბოლივუდი და ეს ყველაფერი ანუ ძალიან მაღალ იმას ლეველს მაგრამ ანუ არ შემიძლია არ აღვნიშნო რომ რადგან ამდენმა ხალხმა დაუჯერა ვინმე მიიწვიეთ რომელიმე თეატრში დასში გოგო რომ დაიზეპირებს წერდა ხოლმე ერთი და იგივეს და იმ პუნქტებს როგორ იზეპირებდა მოდი ჯავახა დავიწერო შენი კატუ გულზე რა რას წერე არა პროსტა გამახსენდა რომ ისავ დიანოვები დავებოდა ისავ ჩემ კაცო და რაღაცაო და ხო მეთქი აუცილებლად ჯავახა სტატუს დავიწერ მეთქი რა აი ესეთი ამბები წავიკითხოთ კიდე რაიმე დამცხა თუ არ დამცხა რა ვიცი მინდა გითხრათ მეგობრებო რომ ძალიან ბევრი ადამიანი აბრალებს პროდიუსერებს და პროექტს რომ აი მითხრეს და ესე გავაკეთე არაფერი ეგეთი არ იყო ყველა ადამიანი მოქმედებდა ისე როგორც თვლი და საჭიროდ და ამ შემთხვევაში მაგის საქციელებიც ყველაფერი იყო მხოლოდ მისი სულიდან და мотиваციიდან გამოწვეული და არანაირად პროექტი ამაში არ იყო ჩარეული რას წერე თან ჭამ თან გიყურებ დაუდირები ჩატარი არის დღეს პოპკორნი თუნდა მოსულიყავი პოპკორნი რომ მოხალა ვაჟბატონმა და ეგრე შევიდა იმაში რა ქვია აი მე კიდე მარიამს რა ეუბნებოდა მარიამ გამირეცხე რა ექლა ხო მარიამ მოაცადე რა საჭმელი მარიამ შია მარიამ ეს მარიამ ის თითქოს მარიამი მაგისის რა ქვია მაგისის მონამორჩილი მაშინ როცა